Ბიჭებს უჭით ორივე გუნდს ამინდოზე თამაში. მორის დილა, თან დღეს თელავში თბილა. კეფი ჯობია. ფეხბურთს კეიფი ჯობია. თავარია დაცვა და თავდასხმა იყო. უნდა გამოიღვიძონ რომ დაგვეხმარო რამენაირად. შედეგები და გამომდინარე ყველაფერი შეიძლება დახმაროს. რომელი ფეხბურთელი ცოტა წამოიწევს იმ საათში საზღვარგარეთ. ალბათ უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვინც თელავის გუნდის და საქართველოს ჩემპიონატის დახმარებას შეძლებს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ საქართველოს ჩემპიონატიც და ქართული კლუბებიც ახლა ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი ადამიანისგან დახმარება არ აწყენდათ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩამოსულიყავი თელავში, სადაც დავესწრები თელავის და გორის დილას დაპირისპირებას. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, პირველ რიგში შევეცდები ადგილობრივებისგან გავიგო. იციან თუ არა რომ დღეს მათი გუნდი თამაშობს, როგორ შეიძლება მოხვდეს სტადიონზე, რა მჭირდება ამისთვის, ბილეთი უნდა შევიძინო, თავისუფალია დასრება თუ ასე შემდეგ და ყველაზე მთავარი. მინდა გავიგო მათგან რას ფიქრობენ, რა არის დღეს თელავის გუნდის ყველაზე მთავარი და დიდი პრობლემა, ასევე რა არის საქართველოს ჩემპიონატის პრობლემა. ამის შემდეგ წავალთ სტადიონზე, სადაც ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივარს ვკითხავთ იგივეს და ვნახოთ რას გვეტყვიან. ასე რომ წავედით. გამარჯობა. შეიძლება კითხვა დაგისვათ? ძალიან ბატონო. ხომ არ იცით როდის თამაშობს თელავის გუნდი? თელავის არის. ვიჩასი ვიცი და თელავის არის. თელავში ვართ, თელავის გუნდს რატომ არ უყურებთ? ძალიან ხვევით არის გენაცვალ და იქ ჩასვლა ამოძლა. მოხუცი ხალხი ვარ. ისეთ უხსმენიათ რამე თელავის გუნდზე, საქართველოს ჩემპიონატზე, რა შეგიძლიათ რო გითხრათ? ის აღარ არის ადრე ჩემპიონატი იყო. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს რაჭობდა. რომელთაც ვიცით ყურადღება აკალია და ვერალიან იმ დონეზე. ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული და არა აქვს დაფინანსებები. ისე თუ გახსოვთ, როდის იყავით ბოლოს თელავის თამაშს? თელავის თამაში. მე ვიყავი თელავის ჭიათურაში. თელავის გუნდი რო გადავიდა უმაღლეს ლიგაში. როდის იყო ეს რომელი წელი? აი მე აღარ მახსოვს რომელი წელი იყო. მე ხაზუმა და ჩაპიტი ალბერტა ვიყავით. ესე კახეთში უნდა იყოს ერთი ძლიერი გუნდი, თელავს ნახავდეს ძლიერი გუნდი. მართალია. რაც ვერ გამოდის. უფრო აი კახელები უფრო დიდაობას იმას. კეიფ. თელავი უფრო კეიფში ვარ. კეიფი ჯობია. ფეხბურთს კეიფი ჯობია. მგონი ორივე კარგია. მოგების შემდეგ კეიფი. მე ძალიან დიდი ბალეში კი ვარ, მაგრამ აი რა გითხრათ, სიმართლე თელავის რა ვერ ვიცი. თელ თამაშებს უყურებ ევროპის პირველობაზე რა თამაშებიც არის. კაი გუნდები რომელიც თამაშობს ყოველღამე უყურებ. ხვიჩას ხო უყურებ და უყურებ. ხვალე წველოდები არ როდის გათენდება რომ ხვალე PSG-ს თამაში აქვს, ხვალე უნდა უყურებ. მე 15-ში ჩვენ ნაკრებს აქვს თამაში, 18-ში ჩვენ ნაკრებს აქვს თამაში საქართველოს ნაკრებს უნდა უყურო და თელავში არ ვიცი. ყველა ფეხბურთელი თამაშობს ფულის გულისთვის. არავინ არ თამაშობს საკუთარი გუნდის დიდებისთვის. სადაც გაყიდულები არიან, იმ ადგილას აიკლავენ თავს. ეხლა რა შეაწყობს ეხლა ტრამვა მიიღოს საქართველოს ნაკრების თამაში და იქ მერე მილიონები დაკარგოს. ეგ არის მიზეზი, სხვა არაფერი. აი საქართველოს ჩემპიონატზე რა შეგიძლიათ რო გითხრათ? საქართველოს ჩემპიონატზე თუ იმე კარგი ფეხბურთელია, ყველა იყიდება და აღარ არჩება არავინ, იგეთი რომ გააძლიეროს რა. რა არის მთავარი პრობლემა, რას ფიქრობთ? თანხა, ფული. როგორც ყველგან იგრე ფეხბურთშიაც. და აი როგორ უნდა მოვაგვაროთ ეგ ამბავი? მაგ გაგვარის არ მოგვარდება ეგა, შანსი არ არის. უიმედოთ ხარ? უიმედოთ 100%-იანი ეგრეა, მე კი არა ვარ უიმედოთ. მთელი ქვეყანა უიმედოთ საერთოდ და რაღა ფეხბურთია გამონაკლისი ახლა, როგორ აფიქრობ შე? ეგრეა ჩემო რა ვქნათ. ძალიან ამწყდება გული, მაგრამ ვერაფერს ვერ იზამ. ფაქტი ჯიუტია. ხომ არ იცით როდის არის თელავის გუნდის თამაში? დღეს. დღეს. ძალიან კარგი. პირველი ადამიანი ხარ, ვინც მეპასუხა. აი ხარ. ამას ყავს ხალხი შემოყვება კი პასუხობს. აი ხომ არ იცი როგორ შეიძლება მოხდეს სტადიონზე, რა მჭირდება ამისთვის, ბილეთი უნდა შევიძინო? არა, უფასოა, დასრება შეგიძლიათ დაესწროთ. ძალიან კარგი. აი რა შეგიძლია გითხრათ თელავის გუნდზე? რა პრობლემა აქვს დღეს? საქართველოს ჩემპიონატს ზოგადად. საქართველოს ჩემპიონატს ყოველთვის პრობლემა აქვს, მაგრამ როგორც ასეთი ბიჭები, კარგი ბიჭები არიან. ჩემპიონატში თუ თელავის გუნდს გულისხმობ? თელავის გუნდს გულისხმობ ამ წუთს. უყურებ ის საქართველოს ჩემპიონატს? კი, დიახ. აქტიური მაყურებელი ხარ. რა თქმა უნდა, ალბათ თელავის გულშემატკივარი. კი ბატონო. თუ იცით როდის არის თელავის გუნდის თამაში? დღეს 6 საათზე გიყურებთ YouTube-ზეც.
კი, 4-ვე გადაცემა ნახე, მაქვს ეხლა რომ დაიდო დილას პრეზიდენტთანაც ვნახე. ძალიან კარგი, მიხარი. აი, რა შეგიძლია გითხრა თელავის გუნდზე და საქართველოს ჩემპიონატზე? ცოტა სუსტი გუნდია საქართველოს ჩემპიონატისთვისაც კი, მაგრამ რა ვიცი, ცდილობს თავისას მაინც რა. აი, რა არის თავარი პრობლემა შენი აზრით, როგორ ფიქრობ? ეგ ცოტა რთული ამბავია. თავარი პრობლემა უწნელი ფეხბურთელები, ფინანსები, რას ფიქრობ? ფინანსები. და თვითონ ჩემპიონატის პრობლემა ალბათ არის სკაუტინგი. დილას აქვს მაგალითად კაი სკაუტინგი და კიდე სამგურას. დანარჩენებს არა. აი, სტადიონის საფარზე თუ შეგიძლია რამე გითხრა? თელავის სტადიონის საფარი წინა თამაშის საშინელება იყო. მაგრამ რა ვიცი, ჩემპიონატში ზოგადად სტაბილურად არიან ბოლო დროს. ადრე უფრო ცუდად იყო. აი, შენი აზრით ფინანსების თან ერთად ან ფინანსების გარდა რა უშველის თუნდაც თელავის გუნდს, თუნდაც საქართველოს მთლიან ჩემპიონატს? აკადემიები. კი. აი, ევროტურნირებზე გასვლა? მაინც ფინანსები რა, ევროტურნირებზე გასვლა თუ უნდათ ფინანსები უნდა და კაი სკაუტინგის სისტემა. აი, დილას მაგალითად სკაუტინგის სისტემა ხელს უწყობს, მაგრამ ფინანსები არა აქვს იმდენი. თუ იცი როდის არის თელავის თამაში? 6 საათზე. ძალიან კარგი. აი, რა შეგიძლია გითხრა თელავის გუნდზე, რა პრობლემა აქვს დღეს საქართველოს ჩემპიონატს? ძალიან ბევრი პრობლემა აქვს რა. ეს რიგით რომ დავიწყოთ და მივიყვეთ. რა ვიცი, ახლა აი უფრო როგორც ოდიდგანვე გამორჩეული ტალანტები ყავდა და აი მე მაგალითად ყველაზე ძალიან მომწონს ყიფიანის თამაში. ლეგენდა ამ მართლაც და რო შეედა რომ ზიდანის და ყიფიანისის მოძრაობები და ის ძალიან ახლო არის და ასოცირდება ერთმანეთთან რა და რა ვიცი, აი მაგალითად უფრო ბევრი პერსპექტივა უნდა ახალგაზრდებს და არა მარტო ლეგიონერებიც ახალგაზრდებს როგორც 15 წლის რო ახლა და სიტყვაზე 200 დღის რო ჩემპიონთა ლიგას თამაშობს, აი ქართველებს ეს გჭირდებათ რა, რომ ახალგაზრდები უფრო ათამაშონ ასე ვთქვათ და გამოიცადონ. ანუ საქართველოს ჩემპიონატში მეტი ახალგაზრდა აი ძალიან თან რომ გაიხსნათ გზა და ის გამოცდილება თუ ისქნება, მალე დააგრონ და ძალიან ბევრი ნიჭიერი ის ყავს მოკლედ რა. აი ეს უშველის თელავსაც და საქართველოს ჩემპიონატსაც გამოაცვლა. არა მარტო ეგ, აი ჩემი აზრით კი ეგ, მეტი ახალგაზრდა უეჭველი აუცილებლად და მე უკვე ევროპაში გეხსნება გზა რა, ჩემი აზრი ასეთი. მაგრამ აი ერთ-ერთი პრობლემა ხო ეგეც არის, რომ როდესაც კარგად თამაშობს ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში, მე ეგრევე მიდის საზღვარგარეთ. ეგეც მართალი არის კი. აი როგორ უნდა გააჩერონ აქ? აი თელავში მოვიდა 15 წლის ბავშვი, პირობითად ვამბობ, ბიჭი, რომელიც თამაშობს მაგრად ფეხბურთს, ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ შემდეგ რაღაც მიიღო შეთავაზება რომელიმე ევროპული გუნდისგან. აი პირველ ლიგში ეგ არის, რომ განვითარება ელისი იქ ეგ ერთი და მეორე უფრო ფინანსი რა. კვირაში კი არა, კვირაში შეიძლება რომ 10000 ევროს უხდი და მაგის უკვე სიტყვაზე ერთ წელიწადში სახლი ყიდის თუ ასე ვთქვათ, ცხოვრებას მოიწყობს და აქ რომ კვირაში კი არა, თვეში აქვს შეიძლება 1000 ლარი ან 500 ლარი ერთ გოლზე სიტყვაზე თუ გუნდის მოგებას თვეში, აი ეგეცა ფინანსიცაა, რა, ბევრი რამეა ძალიან. ალბათ მეუბარ უნდა დაკარგო ადამიანმა, რა. მეც თამაშობდი ფეხბურთს. აი თელავში როგორი განწყობა თამაშის დღეს არის, ხალხი მიდის სტადიონზე, განწყობა იბრძვა? ჩვენ გუნდი გვიყვარს ძალიან თელავი და მეტი ლეგიონერი გვჭირდება თელავში აუცილებლად. ძალიან ახალგაზრდა მაგარი ბიჭები არიან და მეტი შანსი და დრო უნდა მიეცეთ ჩემი აზრით. აი რას ფიქრობთ, გორის დილას დღეს დაამარცხეთ? 3-1 მოვიგებთ. 3-1 მოვიგებთ. გორის დილა, თან დღეს თელავში თბილა. ეს ჩასვით. შევაგევლეთ. რა არხია რომ ვიცოდე. Newsmakers-ი არის სპორტული. ვიცი, TikTok-ზეც ვიცი, რა სამი. აი გაიხარე, და დროს ნიშნავს რა. Keep going და წარმოდებს. მოვედით სტადიონზე, ტრიბუნების ნელ-ნელა ივსება, დავესწროთ თამაში და თან გულშემატკივარს ვკითხოთ, რას ფიქრობენ თამაშზე, თელავის გუნდზე, საქართველოს ჩემპიონატზე. დავედით. შევაფასებ რა ამ მინდორზე ძალიან რთულია რაღაც თამაშის შეფასება, ბიჭებს უჭირთ ორივე გუნდს ამ მინდორზე თამაში და დაახლოებით და იგი ერთ საშუალო დონის თამაში მისცა. ნახოთ რომელიც გაუმართლეს ამ მინდორზე რა. საერთოდ ეგეთ მინდორზე რთულია თამაში და ბიჭები უფრო მეტ დროს ხარჯავენ ტექნიკურ
ფეხბურთს თამაში რაღაც და უჭირს ფეხბურთს თამაში და რა ვიცი ნახოთ რა თელავს აქვს პირველი პრობლემა რომ როგორც ხედავთ არა გვაქვს სტადიონი ნახევარბე სტადიონი ბაზა არა გვაქვს თელავში და მაგიტო ძალიან ჭირს თელავში ფეხბურთი და არ არის მოქცეული ეს ყველაფერი ეს სტრუქტურაში იმედია რომ იქნება როდისმე მაინც ეშველოს თელავს ეს ყველაფერი რა აქ როგორც ხედავთ ნახევარბე სტადიონზე ვართ აქ რაგბის ბაზაა ყველაფერი და აქ არის ზევით არის ჩოხელზე ძირითადი სტადიონი და ბაზაც იქ უნდა გაკეთდეს რა ვიცი პირდებიან იქ გაკეთდეს არ და სტადიონის გარდა კიდევ რა პრობლემაა? ეხლა მე ალბათ უფრო ფინანსური რომ ეხლა შიდა სამზარეულოს არ ვერევი და არ ვიცი ეს ყველაფერი მაგრამ რაც ეთყობა არის ფინანსური პრობლემები რა თელავს უჭირს აი ეს წლები რაც 5 წელია უმაღლეს ლიგაში ვართ ჩვენი სტადიონი არ აქვს ჩვენი ბაზა არ აქვს და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან რა და მაგიტო ვარცო ეგრე დამოკიდებული რაღაცა ძალიან დიდი ენერგიას ხარჯავს ხელმძღვანელობა რომ აქამდე იყოს ეს გუნდი რაღაც გვერდზე დგომა უნდა რა ვიცი აი თვითონ ხლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე რა სიტყვი როგორ შეაფასებ ეროვნულ ჩემპიონატზე ეროვნულ ჩემპიონატს რა ვიცი რა გითხრათ და დაბალი დონეა რა წილიდან წლამდე მგონია დონე არ იწევს მაღლა რა აი რაგვიშვილის რაღაც გადაფეხებული თემაა ბავშვთა ფეხბურთი და რაგვიშვილის და საფეხბურთო აკადემიები ინფრასტრუქტურა და რა ვიცი სახელმწიფოს გვერდზე დგომა კი უდგა სახელმწიფო მაგრამ ეს არ არის საკმარისი ალბათ რა შეიძლება საკმარად თამაშობ და რა ვიცი როგორ გიქცევ იმედია მოვიგებთ რა ვიცი თელავი მოიგებს ვინ რას ფიქრობ დღეს მდგომარეობით რა არის თელავის თავარი პრობლემა ნუ დარჩეს უმაღლეს ლიგაში კი და რა შეიძლება შეუშალოს ხელი ვერ გეტყვით მაგას რა ვიცი არაფერი მეგობრებო რა ვიცი უნდა მოიგოს ყველა თამაში მას დარჩენილია ხო აი რატო ვერ იგებენ თქვენი აზრი მოიგებენ რა ვიცი არის პრასვეტი რომ მოიგონ აი საქართველოს ჩემპიონატს როგორ შეაფასებ დადებითად ხურებთ რატო რომ ხურებთ საქართველოს კი მაყოფილისად კი ძალიან კი არის სულობდით რაიმის გაუმჯობესება რა მე მგონი რა ვიცი თელავიც რა ვიცი დადებს ყველაფერს რა მოიგებს ყველა თამაშს მე მგონი და დარჩება რა პლეი-ოფის გარეშე ძალიან უარგისაკ რა ვიცი ეს თამაში არ არის რა ვიცი რატო რა არ მოგწონთ აი რა არის თელავის გუნდის თავარი პრობლემა დღეს თავდასხმაში არ აღავთ დაცვაშიც ვერ არიან თავარი დაცვა და თავდასხმა იყოს ფეხბურთელები ან მხოლოდ პრობლემა შეიძლება თუნდაც იყოს პრობლემა და ტექნიკა ვერ აქვს ისე უკეთესად შეიძლება თამაში ჩვენი გუნდისა თელავის მხრიდან მაგრამ რაღაც ცოტა დაბნეულები არიან აი დღევანდელი დღის გარდა ზოგადად რა არის თელავის თავარი პრობლემა რა სჭირდება გაშმარებელს რა სჭირდება და რაღაც გამბედაობა აკლია ჩვენ გუნდს იბრძვიან მაგრამ რაღაც მარილი აკლია აი თვითონ ეროვნულ ჩემპიონატზე არის ძალიან კარგი თამაშები ძალიან უხარისხო თამაშები აი რატო და მსაჯების ის არ მომწონს ძალიან ბევრი მინუსები გვაქვს სამსაჯო რატომ არის რეიტინგში ჩვენი ჩემპიონატი ყველაზე ქვემოთ რას ფიქრობ რაგვიშვილის იმიტომ რომელი ფეხბურთელი ცოტა წამოიწევს იმ საათში საზღვარგარეთ მიდიან და ჩვენ იმაში უკვე სულ ახალბედები და უკვე ვეტერანები ბრუნდებიან და ცოტა ეგეც არის მინუსი ჩემი აზრით და იცადონ შენარჩუნებას რა თქმა უნდა პირობები უნდა შექმნან აქ ფეხბურთელებს უნდა შეუქმნან პირობები რომ აქ ითამაშონ და აქ ავწიოთ ჩვენი კლასი ეხლა თელავის თამაშს მთლიანობაში კარგად შევაფასებ იმიტომ რა რესურსიც გაგვაჩნია და რა ფეხბურთელების და რა ფინანსური უზრუნველყოფაც იმაზე მეტია ვიდრე რეალურად არის ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს რომ ამ თამაშს დავატრიალებთ 2-1 ფიქრობთ 1-1 შესაძლებელია თქვენი აზრით ზოგადად რა არის თელავის გუნდის თავარი პრობლემა რა სჭირდება დახმარება დღეს ჩემი აზრით პირველ რიგში სჭირდება ფინანსური დახმარება და სტადიონი თავის საკუთარი რო ქონდეს ეს არის ნომერ პირველი უფრო პირველ რიგში სჭირდება ფინანსურად რომ დაუდგნენ გვერდში ბიზნესმენები იქნება სახელმწიფო იქნება ფედერაცია იქნება მნიშვნელობა და მარტო თელავს არა ბათუმის იგივე მდგომარეობაში და სხვა ამ ათეულის გუნდებს ზოგადად პრობლემა აქვს ფინანსურად და ამ მდგომარეობამ გამოიყვანონ წესით
სხვანაირად ალბათ ძალიან ცუდი ამბავი მოხდება. კახეთს აყავს ორი გუნდი და ორივე საშიშროების ქვეშ არის რომ გავარდეს. ხო, პლეი-ოფის იმაშია, ზონაშია კახეთისა, საგარეჯო და თელავის და ყოველ შემთხვევაში რაღაცით უნდა ადეშკა მისცენ მაპატაის სლენგისთვის მთავრობამ და ბიზნესმენებმა უნდა გამოიღვიძონ რომ დაგვეხმარონ რამენაირად რა. აი ძალიან ეროვნულ ჩემპიონატს აიშველეთ. ეგ ალბათ პირველ რიგში ჩემპიონატთან ხავია ვერ გეტყვით მე არა ვარ მაგის სპეციალისტი მაგრამ ჩემი აზრი ისაა რომ ბავშვთა ფეხბურთს არ მიხედავს არასდროს არ ხედავენ რაღაც მომენტებში თითქოს სეგმენტულად რაღაცებს აქცევენ ყურადღებას მაგრამ თლიანობაში ბავშვთა ფეხბურთს თუ არ მიხედავს აზრი არ აქვს რა ეს ყველაფერი არის ბლეფი იმიტომ შედეგობრივად ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ კარაცხელია ერთი ყვალ დავითაშვილი ერთი ყვალ და სულ ეს ფეხბურთელები რომლებიც გაწასულებიან და ვინც აქ რამეს გამოიჩენს თავს ყველა მოდის საქართველოსთან იმიტომ ფინანსურად არის დაბალი ანაზღაურება არავინ არ გაჩერდება ვერ გააჩერებ და ვინც დარჩნენ ახლა შეურაცხყოფას არ ვაყენებ დანარჩენებს ვინც აქ არიან მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი სწავლენ იმიტომ რომ ხვალ-ხვალზეით თუ ახლა გუნდები დაიშლებიან და სახელმწიფო ფონდი აღარ ექნებათ ბუნებრივია დატოვებენ და ეს გამოიწვევს ძალიან ცუდი შედეგს ერთადერთი არის მომავალი სხვა გამოსავალი ახლა ამოცემულობით რასაც მე უყურებ ყოველ შემთხვევაში გამორიცხულია და იმ მომავალსაც სწორი მიდგომა უნდა რაღაცა პროგრამა უნდა არსებობდეს იმ პროგრამის მიხედვით იზრდებოდნენ თეიან საქართველოში და ამ პროგრამის გათვალისწინებით მე იზრდებოდნენ ნაკრებისთვის და მე მგონი ეს პროგრამა არ არსებობს ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია რომ არსებობს როგორ შეაფასებთ თამაშს ნორმალურად. აი ზოგადად თელავის გულშემატკივარი ხართ ხო? აი თელავის გუნდზე რა შეგიძლიათ მე გითხრათ დღეს გომარებული რაში ჭირდება ესე ვთქვათ დახმარება რა პრობლემა აქვს? ყველაფერს ჩემი. ყველაფერს ჭირდება დახმარება. შედეგებიდან გამომდინარე ყველაფერს შეიძლება დახმარება. ნამდვილად სიბაზრეს იძახის. დადებითად შევაფასებ თამაშს, ჩვენი გუნდი მაქსიმალურ საკითხებს არ შეუძლია. აი თელავის გულშემატკივარი რა თქმა უნდა, თელავის გულშემატკივარი. აი თქვენი აზრით რა არის ზოგადად თელავის გუნდის მთავარი პრობლემა და ეს ჭირდება დახმარება? ამ პრობლემა მე ფიქრობ არ აქვს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობს გუნდი რომ მაქსიმალურად გააკეთოს არ შეუძლია. როგორ შეაფასებთ? საბრძოლო თამაშია, რა ვიცი. მომენტები ჩვენია უფრო თელავის. მაგრამ იღბალი გორელების ხარისაა. აი ზოგადად თელავის გუნდს რა შეჭირდება დახმარება რა არის მთავარი პრობლემა გუნდის? გუნდის მთავარი პრობლემა ფინანსები. სხვა არაფერი. ძალიან ეროვნულ ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ? ტენდენციები კარგი არის. მე მაგალითად ოპტიმისტი ვარ და მჯერა რომ აიწეს დონე. ძლიერი გუნდია ეხლა გორის დილა ხო ხვდებით არა და გვაჯობეს თამაშით. მაინცა და მაინც კარგი იყო რომ ის ბურთი ჩათვლილი იყო აი რომელიც გაგვიუქმეს. მე რო უკვე საინტერესო თამაში წავიდოდა რა. აი ზოგადად რა შეგიძლიათ გითხრათ თელავის გუნდზე? აი რა პრობლემა აქვს, რა სჭირდება დახმარება? დახმარება შეიძლება, გაძლიერება უნდა გუნდს. არ შეიძლება სუსტი გუნდი ყოლა. გაძლიერება უნდა, დამატება უნდა მოთამაშეებისა, რომელიც ცოტა ძლიერები არიან. როგორც ვიდეოს დასაწყისში გითხარით, სამწუხაროდ დღეს ვერ შევძელი თელავის გუნდის დახმარება. თელავი გორის დილასთან 0-2 დამარცხდა, ულოცავ გორის დილას გულშემატკივარს და უმიწყენთ დღეს რადგან თელავში ვიყავი, განსაკუთრებით გულშემატკივრობდი თელავს. მაგრამ რაც მთავარია, მაქსიმალურად შევეცადე მეჩვენებინა თუ რას ფიქრობენ თელავის გულშემატკივრები. თუ მოგწონთ მსგავსი შინაარსის ვიდეო და გინდათ რომ დავესწრო სხვა თამაშებსაც და გაგიზიაროთ ამა თუ იმ ქართული კლუბის გულშემატკივრის აზრი და პოზიცია, დამიწერეთ კომენტარებში და რაც მთავარია თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი.